ეს საქართველოა, სწორედ ასე ვქვია ბეჭდურ გამოცემასა და თანდართულ დისკს, რომლის პრეზენტაცია თბილისში დღეს გაიმართა. წიგნი საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის პირველი ნაწილია და კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. თანდართული დისკი კი ქართული ფოლკლორის შესწავლის მსურველებს სიმღერებით ტკბობასთან ერთად მათ ჩაწერაშიც დაეხმარება. გჯერათ თუ არა ერთი მოსმენით ამღერების, როგორც ავტორები ირწმუნებიან, ამ დისკის მეშვეობით ეს შეუძლებელი სულაც არაა. სალომე შანშიაშვილი გაგვაცნობს წიგნში ჩატეულ ქართულ ფოლკლორს. კომპაქტ დისკი, რომელიც ქართული ხალხური სიმღერის დამოუკიდებლად შესწავლას შესაძლებელს ხდის, წიგნის სახელწოდებით ეს საქართველოა ერთვის. პროგრამა თვითონ გვკარნახობს საქართველოს ამა თუ იმ კუთხის სიმღერისთვის დამახასიათებელი ტონალობისა და სპეციფიური მანერის მიმართულებებს. დისკზე 2006 წლიდან მუშაობენ, 2007 წელს პირველი ვერსიაც გამოსცეს, თუმცა სრულყოფილი სახის მიცემა წელს მოხერხდა. ჩვენი დისკი გათვლილია იმ აუდიტორიაზე, რომელსაც არ აქვს მუსიკალური განათლება, არ ფლობს ტექნიკას დაკვრის და სანოტო სისტემა არ იცის, ანბანი, მუსიკალური ანბანი და სულთაც სმენითი და ვიზუალური გამოსახულებით შეუძლია სრულყოფილად შეისწავლოს აბსოლუტურად წარმატებით. ხალხგაზრდა ლოტბარები, რომლებიც ახლა ცდილობენ, რომ ქართული სიმღერა და ფოლკლორი შეისწავლონ, აი ისარგებლებენ ამით და იმ მარგალიტებს, რომელიც აქ იქნება ჩაწერილი დეტალებში, ისწავლიან სწორად და გადასცემენ მომავალთაობას, რომელიც არ დაიკარგება და დარჩება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს. ეს საქართველოა საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის პირველი წიგნია, რომელიც ფოლკლორის შესასწავლით დისკის გარდა მოიცავს ქართულ და ინგლისურ ენოვან ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ქვეყნის კუთხეების შესახებ. წიგნის მთავარი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციაა. შესაძლებლობა ეძლევა ყველას. ის ვითაც ჩვენ ვამაყობთ ეს ტრადიციული მრავალხნელობა, რომ ამას უფრო ღრმად კარგად გაეცნოს და ამდენად ხდება ფართო მასებში, უცხოეთში თუ საქართველოში ამის პოპულარიზაცია და მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგი სასაჩუქრი წიგნი ალბომია. პროექტი ეს საქართველო უზრუნველყოფს იმას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება ქართული მრავალხმოვანების პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის და ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის პირველი წიგნის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში დღეს გაიმართა. ეს საქართველოა მალე ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.